საქართველოს ღვინის ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელი, ამაზე თანხმდებით და ამას უპირველესად ადასტურებს ისტორია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ღვინის მწარმოებელთა მსოფლიო რუკაზე ნიშნავს. იზრდება და ვითარდება ინდუსტრია, ამ განვითარების მთავარი კონტრიბიუტორები კი ის მწარმოებლები არიან, რომლებიც დღეს საქართველოში, საქართველოსთვის და არა მარტო ადგილობრივი ბაზრისთვის ხარისხიან ღვინოს ქმნიან. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო და ხარისხზე ორიენტირებული ღვინის მწარმოებელი კომპანია გაჩნდა, რომლებიც განვითარების უწყვეტ პროცესში არიან. ასეთებს შორის ერთ-ერთი ღვინის კომპანია 91-ია. 91, ანუ თავისუფალი საქართველოს იდეით შთაგონებული ღვინის ახალი ბრენდი. მოკლედ, დღევანდელ გადაცემაში ღვინის კომპანია 91-ზე გიყვებით, რისთვისაც ეთერს კომპანიის დამფუძნებელი თამარ მარკოზაშვილი უერთდება. თამარ, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის და პრინციპში თქვენი პროდუქტის პირველად ჩვენს ეთერში წარდგენისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. პირიქით, მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ. იქამდე სანამ ბრენდის კონცეფციაზე და იმ თავარ სათქმელზე ვისაუბრებდეთ, რაც დგას იდეაში ღვინის კომპანია 91-ის უკან, თქვენი გამოცდილება მცირედით მინდა მიმოვიხილოთ. რატომ ღვინის ინდუსტრია, საიდან გაჩნდა იდეა და აქამდე რა გამოცდილებას აერთიანებთ ამ მიმართულებით? ღვინის ინდუსტრიაში მე ძალიან ბევრი წელია რაც მოღვაწეობ უკვე და ჩემი გამოცდილება დაიწყო პირველ რიგში ჩემი ოჯახიდან, იმიტომ რომ მამა ჩემი არის ერთ-ერთი პირველი თაობის მეღვინე, რომელიც ამ სფეროში პრაქტიკულად დაბადებიდან მოღვაწეობდა და მე თვითონაც რაც მე თვითონ დავიბადე, სულ მესმის ღვინოსთან დაკავშირებული საუბრები ბევრი ღვინო გამისინჯავს მე თვითონვე ზრდის პროცესში, მაგრამ ვიტყოდი, რომ ღვინით არ ვიყავი დაინტერესებული ძალიან დიდხანს და ჩემი ოჯახის მხრიდანაც არ წამოსულა, ასე ვთქვათ, არანაირი დაძალება, ასე ვთქვათ, რომ მაინც და მაინც ასე უნდა ყოფილიყო. თავისუფალი არჩევანი მქონდა ჩემი პროფესიის მიმართულებით და ბევრი სხვადასხვა ინდუსტრია მოსინჯე, სანამ საბოლოო ჯამში მაინც ისევ ღვინის ინდუსტრიას არ დავუბრუნდი. და დავუბრუნდი, იმიტომ რომ დავინახე ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეიქმნას რაღაც ღირებული და შეიქმნას ახლებურად და სიახლეებზე ვიყოთ ორიენტირებული. ეს იყო ძირითადად ჩემი მხრიდან ის მიზეზები, რის გამოც ღვინის ინდუსტრიაში ამოვყავი თავი. კი ბატონო. რა არის ის მთავარი იდეა, რაზეც დგას ბრენდი? უპირველესად ყურადღებას, რაც იქცევს იქამდე სანამ პროდუქტს გაეცნობი, არის მისი სახელწოდება, მათ შორის ღვინის კომპანია 91. ეს მინდა განვავრცოთ. რა შინაარსია ამის უკან? ამ ბრენდის შექმნის იდეა ძალიან ბევრი წელია მაქვს. მე თვითონ როგორც იდეას თავში მიტრიალებ და უბრალოდ ვერ პოულობდი ფორმას, რა ფორმითაც შეიძლებოდა რომ ასე ვთქვათ ბაზარზე გამომეტანა. ეს ღვინო ძირითადად დაფუძნებული არის თავისუფლების იდეაზე და ცალკე აღებული ღვინო როგორც პროდუქტი, რასაც ქართველები ვქმნით, კიდევ ერთი პროდუქტი არ არის ჩემი აზრით. ჩემი აზრით არის უდიდესი ღირებულების, უდიდესი უნიკალურობის მატარებელი პროდუქტი, რომელშიც ქართული სული არის გაერთიანებული. და არაფერი არ არის ღვინოზე უკეთესი მედიუმი, რომლითაც შეიძლება რომ ჩვენი თავები, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულება და ჩვენი რწმენები, რაზეც ქართული საზოგადოება დგას, მსოფლიოს გავაცნოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 91 დაგვერქმია ამ ღვინისთვის, რომელიც ჩვენი თავისუფლების წელი არის. კი ბატონო. ეს არის ამისი სახელის დარქმევის ისტორია. აი რა პროცესი იყო უკვე ბრენდზე მუშაობა? ეს მინდა გკითხოთ, როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დგას ამ ყველაფრის უკან და მათ შორის ფიქრი თითოეულ დეტალზე, როგორ წარადგენდით უკვე ბაზარზე პროდუქტს. გულწრფელად ვიტყვი, ძალიან ბევრი ვიწვალეთ. და იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალურად ამ ბრენდის ჩემთვის,
რომ ძალიან ბევრი გაკეთება და კიდე თავიდან გაკეთება და კიდე თავიდან გაკეთება დგას ამის უკან რეალურად ბრენდი იმდენად კომპლექსურია რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო რომ პირიქით ეტიკეტი ყოფილიყო მაქსიმალურად მინიმალისტური. მინიმალისტური ეტიკეტზე მუშაობა კიდე უფრო რთული არის ვიდრე ასე ვთქვათ ფერად ეტიკეტზე მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ესთეტიკა, ელეგანტურობა და დახვეწილობა, რისი განცდაც ეტიკეტმა უნდა მოიტანოს. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო თავისუფლების განცდა, რომელიც გვინდოდა რომ ჩვენს მომხმარებლამდე მიგვეტანა. ეტიკეტს რო უყურებდით, გვინდოდა რომ თავისუფლების განცდა მოეტანა. ჩვენს გუნდთან ერთად ამ ვიზუალებზე იმუშავა ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია აკერმა, მათთან ერთად ვიმუშავეთ, როგორც გითხარით, ბევრი ვიშრომეთ და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ამოცანას ძალიან კარგად გავართვით თავი, იქიდან გამომდინარე, რომ ვუყურებ ამ ეტიკეტს მე თვითონ თავისუფლების განცდა მაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომხმარებელსაც იგივე განცდა გაუჩნდება. რადგან ახსენეთ მომხმარებელი, როდის წარსდგება, თუ იყო უკვე რეალიზაციის პირველი, ასე ვთქვათ, შემთხვევები, როდის წარსდგება უკვე სრულმასშტაბიანად მომხმარებლის წინაშე ბრენდი და თქვენი შეფასებით რა იქნება ის უკავშირი და როგორ მიიღებს ზოგადად ქართული ბაზარი ამ პროდუქტს? ჯერჯერობით პირველ ნაბიჯებს დგამს ეს ბრენდი ბაზარზე. რამდენიმე ჩვენმა უკვე ნაცნობმა მომხმარებელმა გასინჯა, ასე ვთქვათ, და მათგან წამოსული უკავშირი ძალიან დადებითი არის, რასაც ძალიან ვაფასებთ და მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. ბრენდი, როგორც თქვი, სულ ახლახანს იდგავს ფეხს ნელ-ნელა და სულ უფრო და უფრო აქტიურად შემოვა პირველ რიგში საქართველოს ბაზარზე და შემდგომ უკვე საერთაშორისო ბაზრებზეც გადავდგამთ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს. კი ბატონო. რაც შეეხება ინდუსტრიას, ინდუსტრიისთვისაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ბრენდი არის. ქართული ღვინის ინდუსტრია ძირითადად დაფუძნებული არის დიდი დოზით სტერეოტიპებზე, რაც გარკვეულწილად ბუნებრივიც არის თუ გადავხედავთ ქართული ღვინის უახლეს ისტორიას. მაგრამ ჩემი აზრით თავისუფლება მუდმივი განვითარების უფლება არის პირველ რიგში და არაფერი გამოხატავს მაგას იმაზე უკეთესად ვიდრე ღვინოს შეუძლია რომ თქვას თავისი სათქმელი. და ის სიახლეები, რასაც ჩვენ უდიდეს უძველეს ღირებულებებზე დავაშენებთ, ჩემი აზრით ამ ინდუსტრიისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს. კი ბატონო. მინდა გითხოთ ასევე ნედლეულზე როგორ ხდება შესყიდვა, როგორ არჩევთ იმ ნედლეულს, რასაც უკვე პროდუქტში იყენებთ? როგორც თქვი, პირველ რიგში ჩვენი ბრენდი ემსახურება ქართული ღვინის გათავისუფლებას სტერეოტიპებისგან. ეს სტერეოტიპები დიდწილად გავრცელდა ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში, თუმცა ვიცით, რომ მანამდეც ქართული ღვინო ძალიან დიდი ხანია, რაც არსებობს, ბევრი 1000 წელი, მაგრამ ასე მოხდა, რომ მსოფლიომ იხილა უმეტესწილად და მსოფლიოში ცნობადობა ქართულმა ღვინომ ჰპოვა უმეტესწილად საბჭოთა კავშირის დროს. და არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ქართულმა ღვინომ თავისი ადგილი დაიკავა მოტკბო იაფფასიანი ღვინოების თაროზე. პირველ რიგში ჩვენ მაგისი შეცვლა გვინდა და გვინდა რომ რეალიზება გავუკეთოთ ქართული მიწების და ქართული ჯიშების მაქსიმალურ პოტენციალს. ჩვენი ნედლეულის შერჩევაც დამოკიდებული არის ზუსტად მაგ ხედვაზე, რომ მოვძებნოთ
ავარჩიოთ ადგილწარმოშობების მიწებიდან, რომლებიც ასევე უკვე ბუნებრივად ძალიან დიდი ღირებულების მატარებელი არის, მაქედან ავარჩიოთ ის ჯიშები, რომელზეც მათზე გაშენებულია და იქიდან მაქსიმალური პოტენციალის მქონე ღვინოები ვაწარმოოთ. კი ბატონო. მოხდება როგორც მოხდი კონკრეტული ჯიშების, ლიმიტირებული ესე ვთქვათ, ჯიშების შესყიდვა სხვადასხვა ფერმერისგან წარმოებისგან. დიახ. კი ბატონო, როდის იგეგმება უკვე საბოლოოდ, მათ შორის ადგილობრივ ბაზარზე თქვენ ექსპორტიც ახსენეთ, ესეც საინტერესოა, რა ბაზრებისთვის იქნება საინტერესო, რომელ ბაზარს უმიზნებს ბრენდი, ამ მიმართულებით თუ გაქვთ უკვე რაღაც პირველადი ნაბიჯები გადადგმული? პირველ ეტაპზე ფოკუსი გვინდა გავაკეთოთ ადგილობრივ ბაზარზე, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივ ბაზარზეც და ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. მომხმარებელი ნელ-ნელა უფრო და უფრო გათვითცნობიერებული ხდება და ზოგადად მსოფლიო ტრენდები, როგორიც არის, ნელ-ნელა მომხმარებელი ირჩევს უფრო მეტად დახვეწილ და უფრო მეტი ღირებულების მქონე ღვინოებს. ღირებულებაში როგორ გულისხმობ, როგორც შიდა ღვინის ღირებულებას, ღვინის ხარისხს, ასევე ფასობრივ კატეგორიაშიც. თითქოს ის რაღაცა ჰაიპმა, ასე ვთქვათ, რომელიც მასობრივ ძალიან დიდი დოზით წარმოებულ მსუბუქ ღვინოებს ეხებოდა, თითქოს გადაიარა, გულისხმობ ახალი ეგრეთ წოდებული ახალი ქვეყნების ღვინოებს და ახლა თითქოს ღვინის ინდუსტრიაში უფრო მეტად უნიკალურობის მატარებელი ღვინოების ტრენდი შეინიშნება, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგია, იმიტომ რომ მისცემს საშუალებას საქართველოსო დაიკავოს ადგილი იმ თაროებზე, რომელიც ჩემი აზრით გვეკუთვნის მაღალფასიანი უნიკალური ღვინოების თაროს გულისხმობ. და პირველ რიგში, როგორც თქვი, ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით ფოკუსირებულები, მაგრამ შემდგომ ნაბიჯებად აუცილებლად განვიხილავთ საექსპორტო ბაზრებს და ეს საექსპორტო ბაზრები ძირითადად ევროპაა. დიდი ხანია ევროპულ ბაზრებს ვიცნობ მე პირადად, დიდი ხანი მიმუშავია და ვიცი რა მოთხოვნა არის თვითონ ევროპულ ბაზრებზე ქართულ ღვინოსთან მიმართებაში და ზოგადად ღვინოსთან მიმართებაში მსოფლიოს ჭრილში. ძალიან რთული გამოწვევა არის, არ არის ადვილი, რომ მოხდეს ჩვენი ადგილის დაკავება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი არც გვაქვს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ბუნებრივად მაინც საქართველო მაკეთკენ წავა და მაკეთკენ უნდა წავიდეს და მაკეთკენ მუშაობთ, რომ წავიდეს კი. ხო, კითხავთ სახეობებზეც, რამდენი სახეობა იქნება პირველ ეტაპზე და უკვე რამდენი სახეობაზე ხართ შეჯერებული? პირველ ეტაპზე ბაზარზე 6 სახეობით წავდგებით, მაგრამ ეს ჩვენთვის დასაწყისი არის. ეს არის პირველი ბრენდი იმ სერიიდან, რომლის ნელ-ნელა ეტაპობრივად გამოშვებას გეგმავთ და რომელსაც ბაზარზე ეტაპობრივად წარვადგენთ. ხო, და ბოლოს მინდა ღირებულებაზეც ვისაუბროთ, ფასებს გულისხმობ, როგორც მე ხვდები, ეს იქნება მაღალ სეგმენტზე გათვლილი, როგორც ახსენეთ, დაბალი ღირებულების თაროზე არ უნდა იყოს ქართული ღვინო. შესაბამისად, აი ფასები როგორ განისაზღვრება ღვინის კომპანია 91-ის შემთხვევაში? დაბალ ფასიან კატეგორიაში მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩვენი კომპანიის ღვინო კი არა, ზოგადად ქართული ღვინო საერთოდ არ უნდა იყოს მოთავსებული. ამ ეტაპზე პირველ სერიაში რა ღვინოც გვაქვს, ღვინის მოყვარულთა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შემდგომში სხვადასხვა როგორც თქვი, რომ სხვა ღვინოებს, რასაც გამოუშვებთ, ეტაპობრივად კიდევ უფრო ლიმიტირებული, კიდევ უფრო ექსკლუზიური და შესაბამისად მაღალფასიანი გახდება ჩვენი ღვინოები. ეს არის კომპანიის ხედვა. და თამარ, საუბრის ბოლოს გეგმებით მინდა შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, რა არის ის გეგმები, რასაც ამავე პერსპექტივაში ბრენდი ისახავს მიზნად? რა არის ეს თავარი სამიზნე? როგორც გითხარით, ეს პირველი ბრენდი არის იმ სერიიდან, რომელსაც გამოუშვებთ და განვიხილავ ამ პირველ ღვინოებს განვიხილავ როგორც დასაწყის, ეს ჩვენთვის დასაწყისი არის. და შემდგომ მოყვება სხვადასხვა ღვინოები და მთლიანად ბრენდი ემსახურება ადგილწარმოშობებიდან მაქსიმალური ჯიშობრივი და ასევე ტერიტორიის მაქსიმალური პოტენციალის რეალიზებას.
უწუხელად გეტყვით, რომ ერთი სული მაქვს, სანამ წინასწარ ვიცით უკვე შემდგომში რა ღვინოებს გამოუშვებთ ბაზარზე და ერთი სული მაქვს, სანამ ეს ამ ყველა ღვინოს გამოუშვებთ და ჩვენს მომხმარებელთან ერთად გავსინჯავთ, დავაკვირდებით და შემდგომ ნაბიჯებს გადავდგავთ. კი ბატონო. წარმატებები ამ გზაზე. მადლობა თქვენი დროისთვის, გადაცემაში სტუმრობისთვის და მოკლედ დაველოდებით სიახლეებს კომპანიიდან უკვე. დიდი მადლობა. მათ შორის იმას, თუ როგორ მიიღებს ბაზარი პროდუქციას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ თამარ მარკოზაშვილი, ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი გსტუმრობდა გადაცემად.